ჩვენ ვიმყოფებით ორთაჭალაში, კერძოდ AM-ში, სადაც აკეთებენ ავტომობილების ტიუნინგს. მოდი, შევიდე და ერთად ვნახოთ თუ რა სიახლეებია იქ. ჩვენ ვიმყოფებით AM-ში და გავესაუბრებით წარმომადგენელს დათოს, რომელიც მოგვიყვება რა ხდება. მოდი, მე მახსოვს, რომ ჯერ იყო აუდიო სისტემა კეთდებოდა AM-ში. დღეს რა დაამატეთ და რა შეიცვალა? ადრე ვიყავით მარტო აუდიო სისტემებით დაკავებული. დღესდღეობით აუდიო სისტემას დაემატა კიდევ ისეთი სერვისები, როგორიც არის ავტომობილის ზოგადად სალონის მოპირკეთება. დაგვემატა საკერავი ცეხი, სალონის სავარძლებს კერავთ, ჭერს, კარის შიდა პანელებს და ასე შემდეგ. სალონს რაც ეხება ყველაფერს. და კერავთ, ტყავი, ალკანტარა, ხელოვნური ტყავი ვიყენებთ, მაღალი ხარისხის მასალებს. თუ არ მოგწონთ თქვენ მანქანაში როგორია, თქვენ ავტომობილში როგორი სალონია, შეგვიძლია ჩვენ გაგიკეთოთ ის სალონი მოგიწყოთ ისე, როგორც თქვენ გემოვნებას შეეფერება. რაც შეეხება გარედან ავტომობილს, გვაქვს გამზადებული ეგრეთ წოდებული ბოდიკიტები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია რომ ვთქვათ, რესტაილინგამდე ეს კლასი აქციოთ რესტაილინგის შემდგომ ეს კლასად, Range Rover-ისთვის გვაქვს ეს შეთავაზებები, სპორტისთვის, ვოგისთვის, G-კლასი Mercedes-ისთვის, Porsche Cayenne-ისთვის და ესეთი რამოდენიმე პოპულარული ავტომობილისთვის. ასევე გვაქვს სერვისი, რომელსაც ქვია ფირების გადაკვრა, ფირის გადაკვრა ავტომობილზე, ლამინირებას უწოდებთ, ასევე შეფუთვას უწოდებთ. ეს არის, როდესაც ავტომობილზე გარედან ვაკრავთ სხვა ფერის და ფაქტურის ფირს. ეს შეიძლება პირველი მიზანი ამ ოპერაციის არის მანქანის საღებავის დაცვა. იმისათვის რომ მანქანა აღარ დაიკაწროს, არ დაზიანდეს კენჭებით, ვაკრავთ ზემოდან ფირს. არის ასევე არაგამჭვირვალე, არამედ ფერების მქონე ფირი. შეიძლება თეთრი მატი იყოს, შავი მატი იყოს, ქალაქში გინახავთ ბევრი ავტომობილი, რომელიც რაღაც ისეთი უცხოდ გამოიყურება. სამღებრო სამუშაოებს რაც შეეხება, გვაქვს სამღებრო, ვამაყობთ იმით, რომ ვღებავთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ავტომობილებს. ვღებავთ წყლის საღებავითაც, ეს წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავები. ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა გადააკრა გამჭვირვალე დამცავი ფირი Land Cruiser 200-ზე. 3 წლის განმავლობაში გაიარა 100,000 კილომეტრამდე, სადღაც 90,000 რაღაცა ქონდა გარბენი და მოისურვა ამ ავტომობილის გაყიდვა. მოიყვანა ჩვენთან, გადავაძერით ეს ფირი. და როდესაც ყიდდა მანქანას, მყიდველებს არ ეჯერათ, რომ ასეთ იდეალურ მდგომარეობაში როგორ შეინახა ავტომობილი, არც ერთი ნაკაწრი არ ქონდა. რეცხვის დროსაც ხომ მიგიქცევ ყურადღება ესეთი რაღაც ხაჭები რომ უჩნდება. იყო მანქანა იდეალურ მდგომარეობაში, როგორ სულ ახალივით. აი მაგალითად გავიდა რაღაცა პერიოდი, თქვათ 1 წელი და დაგვიძიანდა ფრთა მაგალითად. ასეთი შემთხვევაც იყო, მოიყვანეს ავტომობილი, გვეგონა რომ საღებავი დაზიანებულია ამ აფხაჭნის ქვეშ, ავაძერით ფირი და აღმოჩნდა რომ საღებავი გადარჩენილი იყო. უბრალოდ შევცვალეთ ფირი, ავაძერით ძველი ფირი, გადავაკარით ახალი დაუზიანებელი. ამაზე დამთავრდა ავირიდეთ თავიდან დეტალის შეღებვა. თორე და ეს დეტალი იქნებოდა შესაძლებელი. გამჭვირვალე ფირის გადაკრის შემთხვევაში შეგვიძლია გადავაკრათ არა სრულად მთლიანი ავტომობილი, არამედ მხოლოდ ავტომობილის მხოლოდ წინა მხარე. დადებითი მომენტი არის ის, რომ წინა მხარეზე, როდესაც არის მარტო ფირი გადაკრული, არ ემჩნევა განსხვავება გადაუკრავ, თქვათ, წინა კარს და გადაკრულ წინა ფრთას შორის. კი, აბსოლუტურად შეუმჩნეველი ავტომობილზე. ამიტომ შეგიძლიათ მხოლოდ წინა მხარის გადაკვრაც. გქონდა შეკვეთა, როდესაც გადავაკარით ნარინჯისფერ Kia Sportage-ზე გამჭვირვალე მატი ფირი. ავტომობილი დარჩა ისევ ნარინჯისფერი, ოღონდ პრიალას ნაცვლად უკვე გახდა მატი და ძალიან ისეთი განსაკუთრებული ფერი მივიღეთ. თეთრაუდს რაც შეეხება, ეგ ავტომობილი სულ ახალი ავტომობილია. ფირი გადავაკარეთ, პირველი მიზანი იყო ის, რომ დაგვეცვა საღებავი, მაგრამ თუკი ავტომობილის დაცვასთან ერთად შეგვიძლია საკმაოდ ლამაზი ეფექტის მიღებაც, რატომაც არ უნდა მივიღოთ. მით უმეტეს რომ ფასში ერთი და იგივეა, გამჭვირვალე დამცავის გადაკვრა და რაიმე ფერიანი ფირის გადაკვრა, ფასი ერთი და იგივე ღირს. ამიტომ გადავაკარეთ თეთრი მატი ფირი, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება და ამითანხმები ალბათ. განსაკუთრებულობა კიდევ ის არის მაგ თეთრი მატი ფირის, რომ მასეთი ფერის საღებავი არ არსებობს. როდესაც ავტომობილი ქალაქში მოძრაობს სხვა ავტომობილებთან შედარებით, ემჩნევა რომ ძალიან მკაფიო თეთრია. ანუ ძალიან ლამაზია.
მე კიდე გამოგივით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რაღაცა სიახლეებს აგვახვედრებ და ყოველთვის სიურპრიზებით იქნება. ვეცდები ყოველთვის საინტერესო სამუშაოები გაჩვენოთ. ამ წუთში ვაკეთებთ J-Class, რომელშიც უკან თავისი სავარძლების ნაცვლად გვგავთ 7-იანი BMW-ს წინა ორ სავარძელს უკან. BMW სავარძლები Mercedes-ში. თან წითელი და თეთრით უკერავთ სალონს. წითელი ტყავით და თეთრი არ განდართ. ფოტოშურს რამდენიმე ძველებური ავტომობილი, რომელიც განახლდება და მოდი ეს ყველაფერი სიურპრიზად დავიტოვოთ და ჩვენ მაყურებელს ნელ-ნელა ყველაფერი ვაჩვენებთ. კი ბატონო. აი, დროებით დაგემშვიდობთ.